როგორც მოგეხსენებათ, დღემდე პატიმრობაში რჩება ბატონი ემზარ კვიციანი. სააკაშვილის ხელისუფლებამ 2006 წელს გააუქმა რაზმი მონადირე ბატონი ემზარ კვიციანს დაზდობრალი უკანონო შეიარაღების ფორმირების შექმნაში და ამბოხში. ბატონი ემზარი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. წელს 28 ფებრუარს ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, მან იცოდა რომ მას დააკავებდნენ, ის მზად იყო ეთანამშრომლად გამოძიებასთან. მას თავდებში ჩაუდგა 35 დეპუტატი ქართული ოცნებიდან. მათ მიმართეს სასამართლოს, რომ ემზარ კვიციანი იყო პოლიტიკური დევნილი წინა ხელისუფლების. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის მაინც რჩება პატიმრობაში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას როგორც შემდგომ მოვლენება გვაჩვენა, ხელს უშლიდა ეს რაზმი და ემზარ კვიციანი, რადგან 2008 წელს აგვისტოში ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარეს რუსეთს კოდორის ხეობა, ხოლო ის ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე საკუთარი სისხლის ფასად იცავდა აი ამ ტერიტორიას, დღეს არის ციხეში და პატიმრობაში. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი არის წინა ხელისუფლების პოლიტიკური დევნილი. მე ბატონი ემზარი და ზვიად ირემაძე ვართ ორგანიზატორები იმ აქციისა, რომელიც გაიმართება ხვალ სახელმწიფო კანცელარიასთან 2 საათზე. ჩვენი მოთხოვნაა ემზარ კვიციანის განთავისუფლება. ამ აქციამ დაუშვათ შედეგით, რომც არ გამოიღოს, ეს იქნება ხარდაჭერა და მორალური გამხნევება ადამიანის, რომელიც დღეს ციხეში იმყოფება და ესაჭიროება ეს ყოველივე. ეხლა გეტყვით თქვენ, რომ ზეგ იმართება სასამართლო პროცესი ზუგდიდში 12 საათი, ხო ბატონო ემზარ? და აი აქ გაირკვევა თუ რას დაბარებული არიან მოწმეები და იქნება სასამართლო პროცესი. და ამის შემდეგ ზუგდიდში იქნება ხვალ 12 საათზე. ზეგ 12 საათზე ბოდიში. ხვალ კანცელარიასთან არის 2 საათზე აქცია. ამ აქციას უერთდებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ამაზე ბატონი ემზარი მოგახსენებთ. მე მინდა მოკლედ თქვა ერთი ფრაზა, რომელიც ძალიან მიყვარს და მიმართო მოსახლეობას, რომ მობრძანდნენ ამ აქციაზე. ნუ გეშინიათ მტრების, უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება მოკლან, ნუ გეშინიათ მეგობრების, მათ უარეს შემთხვევაში შეიძლება გიღალატონ, გეშინოდეთ გულგრილი ადამიანებისა. ისინი არც კლავენ და არც ღალატობენ, მხოლოდ მათი დუმარე თანხმობით ხდება ყოველგვარი ბროტება დედამიწაზე. ასე რომ მიმართავ მოსახლეობას, მოვიდნენ და ხარდაჭერა გამოუცხადონ ბატონ ემზარს. ეს არის ღირსების საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად გაიმართება აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადო მოღვაწეებიც, ვეტერანებიც მიიღებენ ამ საქმეში მონაწილეობას და ჩვენ აბსოლუტურად მხარდაჭერას გამოუცხადებთ ემზარ კვიციანის თავისუფლებას და მოთხოვნად ჩვენი ეს იქნება ერთადერთი. ვინაიდანაც დღეს პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის მთელი ქვეყნის სირცხვილი, რასაც ემზარ კვიციანის პატიმრობა ქვია. სირცხვილია და ეს არის ქართველი ხალხის ღირსების საკითხი და მეტი არაფერი. მე ესე მიმაჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანმა, რომელიც სისხლის ფასად, სიცოცხლის ფასად, ღირსების ფასად იცავდა კოდორის ხეობას, ყველაფერი გააკეთეს მიხეილ სააკაშვილის პირსახელიანმა რეჟიმმა, რომ ეს ადამიანი ჩამოეშორებინათ იქაურობას, რათა შემდგომში განეხორციელებინათ ის თავიანთი მზრაკული გეგმები, რასაც კოდორის ხეობის დაკარგვა მოყვა. ემზარ კვიციანმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, რაც ხდებოდა. მას ჰქონდა ინფორმაციები, რომ ამზადებდნენ კოდორის ხეობას, რა თქმა უნდა, ამ თავიანთი ქმედებებით სააკაშვილის რეჟიმზე მაქვს საუბარი, რასაც მოყვებოდა, მან ძალიან კარგი გათვლა გააკეთა, რასაც მოყვა ემზარის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა ყველამ კარგად ვნახეთ და ვიხილეთ, რა ძალისხმევა მოყვა ემზარ კვიციანის დატოვებას კოდორის ხეობიდან.
ის ადამიანები დღეს ემზერკვიციანის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს, რომელი ადამიანებიც პირადად უშუალოდ ჩართულები იყვნენ კოდორის ხეობის დაკარგვაში. დღეს ეს ადამიანები მიდიან და ემზერკვიციანის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს. 22-ში 4 შაბათს 12 საათს რომელიც ზუგდიდში გაიმართება სასამართლო მოდის ირაკლი ოქრუაშვილი მოწმის სახით, რომელმა ადამიანმაც ემზერკვიციანის ლიკვიდაციაზე გასცა ბრძანება და ის დღესაც აღიარებს ამას, რომ მან გასცა ბრძანება ემზერკვიციანისთან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. დღეს ეს ადამიანი დაცვით დადის, თავისუფალია და ემზერკვიციანი ამ დროს პატიმრობაშია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი მარაზმი და ძალიან დიდი სიცხლი ქართველი ხალხის რა და მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვეს ეს რა, ვინაიდანაც დღეს ყველაფერი მიდის იქით, სადაც უკვე სასამართლო პროცესები დამთავრების მხარე იმისკენ მიდის და ამ დროს გამოდის, რომ შესაძლებელია, რომ ემზერკვიციანი დაგვიტოვონ პატიმრობაში. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი საზოგადოება საერთოდ და ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს. თუნდაც ამ ერთი ადამიანი, გმირი ადამიანის დასაცავად, იმიტომ რომ თითოეული ქართველი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. არც ერთი ქართველი ჩვენთვის, რომელიც ყველაზე ძალიან ძვირფასია, რომელიც სისხლის ფასაც, სიცოცხლის ფასაც იცავდა ქვეყანას, დღეს ეს ადამიანი გაიწიროს და გავწიროთ თან იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყნის 20%, რომელიც დაკარგულია, ჩააბარეს თავიანთი, ასე ვთქვათ, გაუაზრებელი ქმედებებით. აი ეს ადამიანები დგანან ემზერკვიციანის წინააღმდეგ დღეს. კონკრეტული მოთხოვნა იქნება, რომ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოთხოვნა არის, რომ თავისუფლება მივცეთ ემზერკვიციანს და თუ საჭიროების შემთხვევაში მე ვფიქრობ და მთავარიც არის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომი და კოდორის ხეობასთან დაკავშირებითაც როგორ მოხდა, რომ ტყის გაუსრულებლად დატოვეს ეს ხეობა და ჩააბარეს ჩვენს მტრებს და მოწინააღმდეგე მხარეს. აი ამაზე გვინდოდა ჩვენ გავუკეთებინო.